გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მოკლედ ახალაიას მეორე ცოლი რო არის ეს ანუშკები ნადარეიშვილი თუ ანი ნადარეიშვილი თუ არ ვიცი ხა თავის თავს ეგ როგორ აიდენტიფიცირებს თუ უძახის, ხო? მოკლედ შეაწუხა რა და ჩვენს მთელი საზოგადოების ჩასაღი ნაწილი რომ ბაჩა რა კარგი ბიჭია და რა ტყუილა დაჭერილი და მოკლედ დებს ვიდეოებს რომ თურმე აქამდე საქართველოს არ არსებულა და ამ ბაჩანა ახალაიამ და დათა ახალაიამ და სააკაშვილმა გააბრწყინა და თუ რა აქამდე ვიყავით რაღაცა წარმონაქმნი და რაღაცა ხულიგნური რაღაცა და ეგენ თურმე ხულიგნები არ არიან გამიგე და თეთრაძე თურმე შემთხვევით ქუჩაში ფეხი წამოკრა და ისე მოკლა და არ მოუკლიათ და სანამ მოკლავდნენ მანამდე არ გაუპატიურებიათ ციხეში და ოჯახში არ შევარდნილან და არ დაუტერორებიათ და არაფერი არ ხდებოდა კაცო ის თურმე იქ სპეცოპერაცია რო გააკეთეს ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული ისანში და ახალგაზრდა ბავშვები რო ჩაცხრილეს და იარაღი დაუდვეს მერე და თან ახალაია ასე შვებოდა ესე მესროლეო რა საზიზღრობა რო გვანახეს ჰიჩკოკის ევოლუცია ეს არაფერი არ ყოფილა რა შემთხვევითი მოვლენა ყოფილა რა ხო და ქალბატონო ანა თუ ანი თუ რაც ქვია წადი ახლა და იტყნაურე ციხეში შენი დედა შევეცი მე აი ამას გეტყვი მაგ და ბარეორი 10 წელი კიდე 1-10 წელი ხო იჯდა თუ მეტი კიდე 1-10 წელი იტყნაურე ციხეში შენი დედა შევეცი შენ თქვენაირებს ხმა კი ამოსაღები კი არ უნდა გქონდეთ ლინჩის წესით უნდა სამართლებოდეთ ქუჩაში თქვია ახვრი შვილებო ჩვენ რო ერად ვარგუდეთ მართლა რა და ხალხს რო უფლება გქონდეს რაღაცის ქვეყანაში სადაც სამართალი არ არის შენი ქმრისნაირ ტიპებზე თუ ქმრადნან ყოფის თუ ქმად ყოფილის თუ რაც ახართ რა ურთიერთობაც აქვს თქვენი დედა შევეცი მაშინ ხალხმა უნდა აღასრულოს თქვენზე სამართალი თქვენ ქუჩაში არ უნდა გამოგეყობებდეთ თავი რაღაცა მცდელობები გქონდეთ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლის კი და ეს გვაბოლებს აქ თურმე საცოდავი პოლონეთში მიდიოდა თურმე სამუშაო ცაცხას ფული არ ქონია და რა როგორ გადაიტანენ ამ მძიმე მდგომარეობას ერთი ბინა ქონია თურმე ისიც ანის სახელზე და არიციან როგორ იქნება ბანკში ყოფილა ჩადებული ის ერთი ბინა ავტირდი რა თქვენი დედა შევეცი თქვენი ცოდვებით ნახევარი საქართველოს რო შეჭამეთ და მსოფლიოს ნებისმიერ ყველაზე სერიოზულ დედაქალაქებში უძრავი ქონების მფლობელები რო ხართ იქ რო გაქვთ დაბანდებული თქვენი ბინძური შავი ფული მოსაბრუნებელი იქნება ეს საკითხი და სარზე იქნები ჩამოსახევი შენ ქმრად ყოფილთან ერთად